დღეს იწყება პირველი ტექნიკური დიალოგი ქართული ოცნების მიერ გაგზავნილ დელეგაციასა და ევროკომისიას შორის და საუბრის მთავარი თემა უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერება იქნება. სწორედ ამ ტექნიკურ დიალოგზე იქნება ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, სადაც ქართული ოცნების დელეგაციამ უნდა წარმოადგინოს არგუმენტაცია თუ რა გააკეთეს იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი არ დადგეს დღეს წესრიგში და საქართველოს მოქალაქეებისთვის არ შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა, რომელიც 9 წლის წინ მიიღო ეს პრივილეგია ევროკავშირისგან საქართველოს მოქალაქეებმა და ახლა დგას საფრთხის წინაშე ქართული ოცნების ანტიდასავლური და ანტიევროპული პოლიტიკის გამო. ახლა საინტერესოა რა იქნება ოცნების არგუმენტაცია. ბრიუსელი, რა თქმა უნდა, ქართული ოცნებისგან ელოდება, რომ წინაპირობები შესრულდება, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ დღის წესრიგში ეს საკითხი არ დადგეს, თუმცა ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ რეკომენდაციები არ არის შესრულებული და შესაბამისად ახლა ქართული ოცნების დელეგაციას მოუწევს თავის მართლება პარტნიორების წინაშე. საუბარი იქნება, როგორც უკვე გითხარით, ეს დიალოგი არის ტექნიკური, თუმცა ტექნიკური კრიტერიუმების გარდა, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოხდეს, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიტერიუმები და პოლიტიკურ კრიტერიუმებში შედის ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის შეჩერება, რეპრესიული კანონმდებლობების გაუქმება და მათ შორის მტრული რიტორიკის შეჩერება ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ეს წინაპირობები ევროკომისიამ დოკუმენტის სახით ჯერ კიდევ დეკემბერში გამოაქვეყნა ევროკომისიის უვიზო რეჟიმის შეჩერების დოკუმენტში. ახლა კიდევ რამდენიმე თვე ამის შემდეგ გასული და ეს პირობები არ არის შესრულებული, ამიტომაც დიალოგი ქართული ოცნებისთვის საკმაოდ დაძაბული იქნება. უვიზო მიმოსვლის დიალოგი, რომელიც ჩატარდება 11-ში, არის პლატფორმა იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ წარადგინოს თავისი არგუმენტები, რატომ უნდა შეინარჩუნოს უვიზო მიმოსვლა საქართველომ. ცხადია, ყველა კრიტერიუმი, რასაც აქამდე აკმაყოფილებდა საქართველო, ქართული ოცნების პოლიტიკიდან გამომდინარე, თითქმის უმრავლესობას ვეღარ აკმაყოფილებს და ეს ეხება განსაკუთრებით ადამიანის უფლების კუთხით, დემოკრატიის კუთხით რეგრესს, რაც განიცადა საქართველომ. ამიტომ ის, რომ ტექნიკური ნაწილი, მაგალითად ბიომეტრიული პასპორტები არსებობს, ამ ტექნიკურ ნაწილზე ცხადია იქნება ქართულ ოცნებას არგუმენტაცია, მაგრამ ყველა დანარჩენი შემთხვევაში ქართული ოცნება ვერ წარადგენს არგუმენტაციას. ეს ჩვენ ვიცით და ვნახეთ მოსკოვის მექანიზმის შემთხვევაშიც. ევროკავშირის რაღაც ეტაპზე მოუწევს აღარ მოითმინოს ის მდგომარეობა, რაც საქართველოში არის ამ შემთხვევაში ქართული ოცნების მმართველობა და დაკარგავს ცხადია საქართველოს უვიზო მიმოსვლას. სამწუხაროდ საქართველოს დადგას სრულიად რეალური რისკის წინაშე დაკარგოს მილიონობით ჩვენგანმა უვიზო მიმოსვლის ძალიან მნიშვნელოვანი პრივილეგია, ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი. ეს არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა, რადგან ერთადერთი მხარე, რომელიც განიშნება მისი ქმედებების განიშნება, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლება. დღეს რო ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში, დღეს რო ადეკვატური ხელისუფლება ყავდეს ამ ქვეყანას, არათუ უვიზოს დაკარგვის რისკი არ იქნებოდა, არამედ ახლა იდგებოდა ევროპაში გაწევრიანების საკითხი. აქ უფრო მნიშვნელოვანი არის ასე ვთქვათ, ის პოლიტიკური ნაწილი, ასე ვთქვათ, დემოკრატიული სტანდარტები, ადამიანის უფლებების სტანდარტები და ასე ვთქვათ, ეს ბლოკი საკითხების, რომელიც საქართველოში, ძალიან უკიდურესად გაუარესებულია და მათ შორის იმ ბოლო ანგარიშის მერე, რომელიც ვთქვათ, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ვთქვათ, გამოიცა ევროკომისიის მხრიდან. ეხლა დღეს რასაც ვაკვირდებით, იქნება ის, რომ ქართული ოცნება ეცდება ტექნიკურ დიალოგზე გადაიტანოს ეს ყველაფერი და ტექნიკური პარამეტრების დააკმაყოფილოს, თუმცა პოლიტიკურ ნაწილში არც ერთი ნაბიჯი არაა გადადგმული და არც აპირებს ამაზე აპელირებას. სამწუხარო პროცესი ის არის, რომ როდესაც სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტზე მოხდა შეჩერება უვიზო მიმოსვლის, ამითი პროცესი დაიწყო. მოგწონს თუ არ მოგწონს, ეს პროცესი დაწყებული როგორც ესე გააგრძელებს ქართული ოცნება თავის მოქმედებებს, პრაქტიკულად მაინც საბოლოო ჯამში მივიდეთ იქამდე, რომ შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა ყველასთვის დროებით რაღაც ეტაპზე. უკვე ვიცით, რისთვისაც ჩადის მაკა ბოჭორიშვილის მიერ მივლენილი დელეგაცია ბრიუსელში, არა იმისთვის, რომ ევროპელ პარტნიორებს დაარწმუნონ, რომ მათ რეალური მზაობა აქვთ რეფორმებისა და რეკომენდაციების შესრულებისა, არამედ იმისთვის, რომ ეს რეკომენდაციები რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე თევს, საერთოდ დღის წესრიგიდან გააქრონ, ამიტომაც რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება იყოს დიალოგი ბრიუსელსა და ოფიციალურ თბილისს შორის კონსტრუქციული, როდესაც ქართული ოცნება
არაპირებს ევროკავშირის კრიტერიუმების შესრულებას, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაკარგონ უვიზო რეჟიმი და ყოველთვის კარგად არის ცნობილი მთავარი პირობა, ეს არის ადამიანის უფლებების მასიური დარღვევა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საბოლოო ჯამში უვიზო მიმოსვლის დაკარგვა. დღეს ამ ტექნიკური დიალოგით გეტყვით, რომ არაფერი გადაწყდება, ეს არის ტექნიკური ხასიათის დიალოგი, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ იქნება პრაქტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული, როდესაც ევროკომისია დადებს ანგარიშს, როგორ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება უვიზო რეჟიმით რნაკის ვალდებულებებს და სწორედ ეს ანგარიში იქნება პრაქტიკულად საფუძველი იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უკვე 2027 წლის დასაწყისში ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოები საქართველოსთან მიმართებაში. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ მცირე უმრავლესობა 15 ქვეყნის თანხმობაა იმისთვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი დაიკარგოს.